2 სექტემბერს პავლე და მისი უმცროსი ძმა ფიოდორი კრასნიმირშოკის ჭაობში მოცვის დასაკრებად წავიდნენ. 6 სექტემბერს დიმიტრი შატრაკოვმა პავლე და ფიოდორი ღეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვა. პავლიკის და ფიოდორის დედა გამომძიებელთან საუბარში იმ დღეების მოვლენებს შემდეგნაირად აღწერს. შუათანა შვილს 11 წლის ალექსეის დედამისისთვის შემდეგ უთქვამს, რომ 3 სექტემბერს მან მათი ბიძაშვილი დანილა დაინახა, რომელიც ტყიდან ძალიან სწრაფად გამოდიოდა. ალექსეის დანილასთვის უკითხავს, ნახა თუ არა პავლე და ფიოდორი. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი და დღეს ჩვენ ვეხებით ისტორიას, რომელიც 10 წლების განმავლობაში პროპაგანდის ყველაზე ძლიერი იარაღი იყო. ისტორიას, რომელმაც ბავშვი გმირად აქცია, ხოლო საზოგადოებას ტყუილში ცხოვრება აიძულა. ეს არის პავლიკ მოროზოვის საქმე. ბიჭის, რომელმაც თითქოს საკუთარი მამა დაასმინა. ბიჭის, რომელიც თითქოს ახალი საბჭოთა ადამიანის სიმბოლოდ იქცა და ბიჭის, რომლის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღესაც იმალება რეალური არქივების მიღმა. დავიწყოთ. პავლიკ მოროზოვი დაიბადა 1918 წლის 14 ნოემბერს სვერდლოვსკის ოლქის თავდინსკის ურბანული ოკრუგის სოფელ გერასიმოვკაში. ის 5 შვილიდან უფროსი იყო. პავლიკის მამა ტროფიმ მოროზოვი იყო ეთნიკური ბელორუსი სტოლიპინის კოლონისტების შთამომავალი, რომლებიც გერასიმოვკაში 1910 წელს დასახლდნენ. ტროფიმ მოროზოვი სამოქალაქო ომის დროს წითელ არმიაში იბრძოდა, ხოლო შემდეგ 1931 წლამდე გერასიმოვკის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1920-იანი წლების ბოლოს მან ოჯახი მიატოვა და მეზობელ ანტონინა ამოსოვასთან დაიწყო ცხოვრება. პავლეს ასწავლებლის თქმით, ტროფიმი რეგულარულად სცემდა ცოლ-შვილს ოჯახის დატოვებამდე და მის შემდეგაც. არც პავლიკის ბაბუას ეხატებოდა გულზე რძალი. როგორც წავიკითხე სხვადასხვა წიგნებში, ის რთული ხასიათის კაცი ყოფილა. სოფელში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, სიძულვილით ეყურებოდა რძალს და შვილიშვილებს. არ სურდა რძალთან ერთად ერთ ფერმაში ცხოვრება და სახლის გაყოფას დაჟინებით მოითხოვდა. აი პავლიკის დედა, სკოლის მასწავლებლის ისაკოვას თქმით, ლამაზი და ძალიან კეთილი ქალი ყოფილა. სოფლის მასწავლებელი იხსენებდა. როცა მან და მისმა კოლეგებმა ბავშვების სკოლაში ჩასაწერად კარდაკარ სიარული დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ ბევრ ბავშვს საერთოდ არ ჰქონდა ტანსაცმელი და ბავშვები შიშვლები ისხდნენ საძილე პლატფორმებზე. მასწავლებელი იქვე აღნიშნავს, რომ ზოგი პავლიკს ახლა ლოზუნგებით სავსე ბიჭად აღიქვამსო, რომელიც პიონერის მოწესრიგებულ ფორმაში იყო გამოწყობილიო, თუმცა სიღარიბის გამო მასწავლებელი ამტკიცებდა, რომ მოროზოვს პიონერის ფორმა თვალით არასდროს ენახა. ასეთ რთულ ვითარებაში პავლე მაინც მუდმივად ავლენდა სწავლის სურვილს. მისი კიდევ ერთი მასწავლებელი ისაკოვა იხსენებდა, რომ პავლიკი სწავლას ძალიან მოწყურებული იყო. მასწავლებლებისგან წიგნებს თხოვლობდა, მაგრამ მინდორსა და სახლში მუშაობის გამო კითხვის დრო არ ჰქონდა და ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. ცდილობდა, რომ პროგრამას დაწეოდა და თურმე საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. მასწავლებლის თქმით, პატარა პავლიკმა წერა-კითხვა დედასაც კი ასწავლა. მას შემდეგ, რაც მამამისი სხვა ქალთან წავიდა, ფერმის ყველა პასუხისმგებლობა პავლეს დაეკისრა. ის მოროზოვების ოჯახში ყველაზე უფროსი მამაკაცი გახდა. შემდგომი მოვლენები მჭიდრო კავშირშია საბჭოთა კავშირში მიმდინარე კოლექტივიზაციასა და ხალხის გაკულაკებასთან. თავმჯდომარის მოვალეობებში შედიოდა კულაკების გამოვლენა და გლეხებთან მუშაობა, რათა ისინი კოლმეურნეობაში შესვლაში დაერწმუნებინათ. თუმცა იმ პერიოდში გერასიმოვკას არც ერთი ფერმა კოლმეურნეობაში არ შევიდა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც მათ რაიონში სპეციალური გადასახლებისთვის 11,000-ზე მეტი გაკულაკებული გლეხი ჩავიდა. აი აქამდე, რაც მოგიყევით ამ ინფორმაციას, მეტნაკლებად ყველა მკვლევარი ეთანხმება. აქედან იწყება შეუსაბამობები. 1930 წლის აპრილში ტროფიმ მოროზოვმა წერილი დაწერა, რომელშიც თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ისტორიამ არ შემოინახა ინფორმაცია მართლა გაათავისუფლეს თუ არა იგი თანამდებობიდან. კუჩინი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ გაურკვეველია დაპატიმრების დროს ტროფიმ მოროზოვი სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ რჩებოდა თუ სოფლის მაღაზიაში მუშაობდა. 1931 წლის ნოემბერში გერასიმოვკადან 40 კილომეტრში სადგურზე პოლიციამ სპეციალური კოლონისტი ზვორიკინი დააკავა. ჩხრეკის დროს მას 2 ცარიელი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომლებზეც გერასიმოვკის სოფლის საბჭო იყო მითითებული. ეს დოკუმენტები ადამიანებს საშუალებას აძლევდა დაეტოვებინათ გადასახლება და ემუშავათ ქარხანაში ან სხვაგან. ამის შემდეგ ტროფიმ მოროზოვი დააპატიმრეს. გლეხის თქმით, ის სპეციალურ კოლონისტებზე დოკუმენტებს ყიდდა. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ხელისუფლებამ მოროზოვ უფროსის წინააღმდეგ საქმე აღძრა ძალადობისთვის და მის ყოფილ მეუღლეს ჩვენების მიცემას თხოვა, მან ქმრის ყველა ცნობილი უკანონო ქმედება მოყვა. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პავლიკმა სასამართლოში უბრალოდ დედასთან ერთად მისცა ჩვენება და დაადასტურა ის. თუმცა ოფიციალური საბჭოთა ვერსიით მოროზოვი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა პავლიკმა დაასმინა 1931 წლის ბოლოს ან 1932 წლის დასაწყისში. გერასიმოვკაში საჩვენებელი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც როგორც საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, პავლიკმა მამას ბრალდებები წაუყენა. ტროფიმ მოროზოვს სოფლის საბჭოს თავმჯდომარეობის
კულაკებთან მეგობრობის, მათი ფერმების გადასახედებისგან დამალვის და სოფლის საბჭოს დატოვების შემდეგ სპეციალური დასახლებულების გაქცევის ხელშეწყობისთვის მათზე დოკუმენტების მიყიდვის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა ცალსახად უნდა აღნიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოებს არასდროს უპოვიათ პავლიკის განცხადებები მამამისის კულაკობრივი ხრიკებისა და აშკარა კონტრრევოლუციის შექმნის შესახებ. საბჭოთა მოქალაქეებმა არც იმ სასამართლო პროცესზე იცოდნენ რამე და არც პავლიკის ქმედებებზე ჰქონდა წარმოდგენა, სანამ არ დადგა 1932 წლის შემდგომა და ეს ყველაფერი საბჭოთა პრესაში არ მოხვდა. 1932 წლის 2 სექტემბერს პავლე და მისი უმცროსი ძმა ფიოდორი კრასნიმოშოკის ჭაობში მოცვის დასაკრეფად წავიდნენ. ისინი ღამის გათევას იქაპირებდნენ, რადგან დედამისი სხვა ქალაქში ხბოს გასაკიდებლად იყო წასული. 6 სექტემბერს დიმიტრი შატრაკოვმა პავლე და ფიოდორი დღეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოკლული იპოვა. პავლიკის და ფიოდორის დედა გამომძიებელთან საუბარში იმ დღეების მოვლენებს შემდეგნაირად აღწერს. შუათანა შვილს 11 წლის ალექსეის დედამისისთვის შემდეგ უთქვამს, რომ 3 სექტემბერს მან მათი ბიძაშვილი დანილა დაინახა, რომელიც ტყიდან ძალიან სწრაფად გამოდიოდა. მას ზაღლი მიყვებოდა. ალექსეის დანილასთვის უკითხავს, ნახა თუ არა პავლე და ფიოდორი. დანილას არაფერი უპასუხია და გაუცინია. ბიჭების დედა შოკში იყო იმის გააზრებით, რომ 6 სექტემბერს, როდესაც მოკლული ფიოდორი და პავლიკი ტყიდან სახლში დააბრუნეს, მას ქუჩაში შეხვედრია ბებია აქსინია და ღიმილით უთქვამს: ტატიანა, ხორცი მოგიმზადეთ და ახლა ჭამ. პავლიკ და ფიოდორ მოროზოვების მკვლელობისთვის ბრალი 4 ადამიანს აუხენეს. ბიჭების ბებია ბაბუას, ასევე ბიძაშვილ დანილას და პავლიკის ნათლიას არსენ კულუკანოვს. დანილა მოროზოვი უშუალოდ მკვლელობაში ცნეს დამნაშავე და სიკვდილით დასაჯეს. თანამონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს კულუკანოვიც, ხოლო ხანდაზმული ქსენია და სერგეი მოროზოვები, რომლებიც ინციდენტის დროს ბავშვს იჭერდნენ, სიკვდილით არ დაუჟიათ, თუმცა ისინი მალევე ციხეში დაიღუპნენ. ბრალდებულებიდან სრულად გაამართლეს მხოლოდ ერთი ადამიანი, ეს იყო პავლიკის ბიძა არსენ სილინი. მალევე საბჭოთა ოფიცრები ადგილობრივ გამომძიებლებს შეუერთდნენ და ეჭვმიტანილების აღიარებითი ჩვენებები რამდენჯერმე შეიცვალა. შესაძლოა წამების შედეგადაც საქმის გახსნა დაიწყო და პაվել მოროზოვი პიონერად და აქტივისტად წარმოჩინდა, რომელმაც კულაკები გამოავლინა. საბოლოო ბრალდებაში ნათქვამი იყო: პაվել მოროზოვი, როგორც პიონერი, მიმდინარე წლის განმავლობაში თავდადებულ და აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა კლასობრივი მტრის, კულაკებისა და მათი დამქაშების წინააღმდეგ. ის საჯარო შეხვედრებზე გამოდიოდა და ამხელდა კულაკების საქმიანობას. ადგილობრივ გაზეთში პირველი სტატია სექტემბერში გამოჩნდა სათაურით: კულაკთა ბანდამ პიონერი მოროზოვი მოკლა. დახვრიტეთ ურჩი კულაკები და კულაკების ქვეშემდომები. უკვე ოქტომბერში ბიჭის ისტორია გამოქვეყნდა პიონერსკაია პრავდაში. სწორედ იქიდან დადგინდა კავშირი მამამისის დანაშაულსა და პავლიკ მოროზოვის მკვლელობას შორის. ასევე გამოქვეყნდა ბიჭის მიერ სავარაუდოდ მამის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის ამონარითი. თითქოს პავლიკ მოროზოვმა მოსამართლეს ბიძიათი მიმართა და უთხრა, რომ საუბრობდა არა როგორც შვილი, არამედ როგორც პიონერი და ის ამბობდა, მამამისი ოქტომბრის საქმეს ღალატობდა. პავლიკ მოროზოვის მკვლელობა გაზეთებმა კულაკების ტერორის მაგალითად აქცია და მთელ საბჭოთა კავშირში რეპრესიები დაიწყო. თავად ბიჭი კულაკების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ადამიანი, რომელიც სისხლით ნათესაობას მამასთან, სულიერ ნათესაობას პარტიასთან ნამჯობინებდა. საბჭოთა მთავრობამ პავლიკ მოროზოვი დიდებულ მოწამედ გამოაცხადა, რომელიც რეაქციონერებმა, ანუ ძველი სისტემის მომხრეებმა მოკლეს. მის პატივსაცემად იდგმებოდა ქანდაკებები, იწერებოდა ოპერები და სიმღერები, ხოლო სკოლებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს მისი სახელი ენიჭებოდათ. გერასიმოვსკის სკოლა კი, რომელშიც მოროზოვი სწავლობდა, საკულტო ნაგებობად იქცა და იქ მთელი საბჭოთა კავშირიდან ბავშვები ექსკურსიებზე დაყავდათ. ახალგაზრდა პიონერთა კულტურის სასახლეს მისი სახელი ეწოდა. საბჭოთა კავშირში დაიწყო დიდი პროპაგანდა ერთი ნახატის, რომელზეც სასამართლოში ლენინის ნახატის ქვეშ მდგარი პავლიკი ჩანდა. სურათზე წარწერა იყო, რომ პავლიკმა მამამის დანოსი დაუწერა, ანუ მამამისი დაასმინა, არა როგორც შვილმა, არამედ როგორც პიონერმა. სერგეი აიზენშტაინმა კი პავლიკის ცხოვრებაზე ფილმი გადაიღო. აი პავლიკის მამა ტროფი მოროზოვი კი პატიმრობის დროს თეთრი ზღვა ბალტიის არხის მშენებლობაში მონაწილეობდა და 3 წლიანი მუშაობის შემდეგ ჯერ სახლში დაბრუნდა, შემდეგ კი ტიუმენში დასახლდა. მოდი შევაჯამოთ. პავლიკ მოროზოვის საქმეში რამდენიმე შესაბამებაა, რამაც თანამედროვე ისტორიკოსების ყურადღება მიიპყრო. პირველ რიგში, თანამდებობით არ არის ცნობილი, არსებობდა თუ არა იმ დროს გერასიმოვკაში პიონერული ორგანიზაცია. არც ის პაველი მისი წევრი იყო თუ არა. შესაძლოა ბიჭი თავს პიონერად თვლიდა, როგორც ბევრი გლეხის ბავშვი, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის კარგად ერკვეოდა იდეოლოგიის ყველა ნიუანსში. გარდა ამისა, მკვლელობის დროს პავლიკი მეორე კლასში იყო და მისი წიგნიერების მაღალი დონე, მათ შორის პოლიტიკური წიგნიერება საეჭვოა მეორეც. ზოგიერთი დოკუმენტი არ შემორჩენილა, ზოგი კი გაყალბებულია.
გამოძიების ცალკე ტომი შეიცავს წერილებსა და კოლექტიურ მიმართვებს, რომლებიც მოითხოვენ კულაკების შეთქმულების მონაწილეების სიკვდილით დასჯას. თავად ბიჭის ბიოგრაფია კი დიდწილად მხატვრულ ლიტერატურას ეფუძნება. მისი ცხოვრებისეული ისტორიის ხარვეზების შესავსებად წერილები არ ერიდებოდნენ ვარაუდებს, რომლებიც შემდგომში ფაქტებად იყო წარმოდგენილი. მესამე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პავლიკ მოროზოვმა მამის ინტრიგების შესახებ განაცხადა. ტროფიმ მოროზოვი ცალკე ცხოვრობდა და ოჯახთან მისი ურთიერთობა მტრული იყო, ამიტომ პავლს მამამისის საქმების შესახებ ნაკლებად შეიძლებოდა სოდნოდა. პავლიკისა და ფიოდორის საქმის გამოძიებელმა შეპელევმა ბრალდების ფურცელში დაწერა, რომ პაվել მოროზოვმა მამის დანაშაულების შესახებ განაცხადა. 1999-90 წლებში, როდესაც ჟურნალისტებმა საქმე ხელახალ გამოიძიეს, გამოძიებელმა თქვა: ვერ ხვდებოდა რატომ დაწერა ეს ყველაფერი. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბიჭი საგამოძიებო ორგანოებს დაუკავშირდა. ან იმისა, რომ პავლიკი სწორედ ამიტომ მოკლესო თქვა მან და დაამატა, რომ ალბათ ტროფიმის სასამართლოზე პავლის ჩვენებას გულისხმობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კატრიონა კელიმ საბჭოთა კავშირში პიონერი გმირის კულტი თავის სიქსში ამხანაგი პავლიკი საბჭოთა ბიჭი გმირის აღზევება და დაცემა გამოიკვლია. მან დაასკვნა, რომ ბავშვები ნათესავებს შორის ქონებრივი დავის გამო დაიღუპნენ და იდეოლოგიური კომპონენტი მერე იყო დამატებული. რადგან პავლიკის მკვლელობა კულაკების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას დაემთხვა, ეს კი გამართლებას მოითხოვდა. კატრიონა კელი გვაწვდის პავლიკის მიერ მამამისის მხილების ასლს, თუმცა დოკუმენტის ავთენტურობა საეჭვოა. ასლი დაუთარიღებელია და წყაროები არ აქვს მითითებული. ეს ტექსტი არა მხოლოდ საქმის მასალებში, არამედ პარტიულ ანგარიშიც გვხვდება. ზოგანის წერილად არის მოხსენიებული ზოგან დედის ჯვარედინი დაკითხვის დროს გაკეთებულ ზეპირ განცხადებად. კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ ისეთი ფაქტი, როგორიცაა კოლმეურნეობის თავმჯდომარის მიერ ქრთამის აღებისა და ყალბი პირადობის მოწმობის გაცემის გამოაშკარავება საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გამხდარიყოს სულ მცირე ადგილობრივ დონეზე მაინც. ჯერ კიდევ 1931 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე. თუმცა პრესაში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი გამოქვეყნებულა. კატრიონა კელის თქმით, პავლიკის მხილება მისი მკვლელობის შემდეგ დაიწერა. ან პარტიული ანგარიშისთვის, ან გამოძიების მოთხოვნით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ კატრიონას დასაბუთებული ვარაუდია და თეორიულად არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ მოზარდი საბჭოთა საზოგადოებაში წესრიგის დამყარებაზე ოცნებობდა, თუმცა ამის დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს. ანუ შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ პავლიკის ქმედებებს არანაირი პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდა. ის უბრალოდ მხარს უჭერდა საკუთარ დედას, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში მამის ნათესავები დევნიდნენ. მისმა განრისხებულმა ბებია ბაბუამ კი შური იძლია დედამისზე. ტატიანას ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყეს და შვილები წაართვეს. შვილების მკვლელობის შემდეგ ტატიანა მოროზოვა ქალაქ თავდაში გაემგზავრა. მას ეშინოდა ყოფილ ქმართან შეხვედრის. საბოლოოდ დიდი სამამულო ომის შემდეგ ის ალუბკაში დასახლდა, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სახელმწიფო პენსიით ცხოვრობდა. პავლიკის უფროსი ძმა რომანი ერთი ვერსიით მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე გარდაიცვალა. მეორე ვერსიით ის დაიჭრა, თუმცა გადარჩა, მაგრამ ომის დასრულებიდან მალევე დაიღუპა. პავლიკის კიდევ ერთი ძმა ალექსეი დაქორწინდა, მას ორი ვაჟი დენისი და პაველი სხვადასხვა ქორწინებიდან ყავდა. პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ ის დედასთან გადავიდა ალუბკაში, სადაც ცდილობდა არ ესაუბრა პავლიკთან ურთიერთობაზე და ამაზე საუბარი მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც პერესტროიკის კულმინაციაში პავლიკის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ტატიანა მოროზოვა 1983 წელს ალუბკაში, ხოლო ალექსეიც იქვე დაახლოებით 2000-იანი წლების შუა პერიოდში გარდაიცვალა. პავლიკ მოროზოვის პატივსაცემად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებსა და სოფლებში მრავალი ქუჩა ამჟამად მის სახელს ატარებს. ვლადიკავკაზში, პერმში, უფაში, ტულაში, კალინინგრადში და სხვა ბევრ ქალაქში. მაშასე, ეს იყო პავლიკ მოროზოვის ისტორია. ისტორია, რომელიც ერთ უხერხულ ჭეშმარიტებას გვახსენებს. ავტოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი მიზნები აქვს, სიმართლეს თითქმის ყოველთვის მალავს. ბავშვი, რომელიც რეალურად მსხვერპლი იყო, გადაიქცა ლეგენდად, შემდეგ იარაღად და ბოლოს სიმბოლოდ, რომლის მოშორებაც უკვე თვითონ სისტემასაც კი გაუჭირდა. ამიტომ თუ პავლიკსა და ფიოდორ მოროზოვებს არაფერში მიუძღვით ბრალი, ჩვენ ვალდებული ვართ გავწმინდოთ მათი ხსოვნა საბჭოთა პროპაგანდისტგან და მომავალ თაობებს აღარ გადავცეთ პავლიკის სახელი როგორც მამის დამსმენის და კომუნიზმის პროპაგანდის ნაწილი. და თუ მსგავსი ისტორიები გაინტერესებს, ისტორიები, სადაც ვაჩვენებთ რეალურად როგორ იქნებოდა მითები და იმართებოდა საზოგადოება, გამოიწერე არხი, რადგან აქ სწორედ ამას ვაკეთებთ. ვშლით პროპაგანდას და ყვებით ამბებს, რომლებიც შენთვის სხვას არავის მოუყოლია.